პროევროპული აქციებისას დაკავებულ სამ მსჯავრდებულს ანტონ ჩეჩინს, არტომ გრიბულსა და სერგეი კუხარჩუკს საპატიმროში ახალი ბრალი წარუდგინეს. მათ ციხეში ბანკოს თამაშს ედავებიან. სამივე მათგანის სასჯელს ერთ საკანში გლდანის ნომერ მერვე დაწესებულებაში იხდის. საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 თებერვალს გაიმართა. მათ ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული საგნით სარგებლობის მუხლით აქვს წარდგენილი, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატების ინფორმაციით მსჯავრდებულები ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ მათ არ იცოდნენ, რომ ბანკოს თამაში საპატიმროში აკრძალული იყო. მათივე ინფორმაციით ბანკოს დასტამათთან საკანში მჯდომმა ლიეტუველმა პატიმარმა მუყაოს ფირფიტებისგან დაამზადა. ადვოკატების თქმით, ლიეტუველი პატიმარი ექსტრადირებულია და ამ საქმეზე ბრალი წარდგენილი არ აქვს. პროევროპული აქციებისას ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანტონ ჩეჩინსთან და არტემ გრიბულს გასულ წელს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სერგეი კუხარჩუკს კი ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის მუხლით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს განსაზღვრული.